ეს სადისტია ოღონდ. ნოსუთა იტანჯო, მაგრამ ელეგანტურად აღარ ზიხარ ტრაქტორისტივით ესა ამოისუნთქეთ ბრასი და ბოღმა. მენაირად გამომიზარდე კუნთები თქო. დიხარ უკან, შენ ხარ მძიმე. სახში ყველას ნატალია არ ყავთ, არ მოვიფხანოთ ხური ასე. არამედ ასე. პირიქით ნეუტრალში ჩასვათ თეძო. ძირითადად ვხედავ აი ესე. ხო, გუზიანით ხასავით. ვიდრე ბავშვი გაგლიჯე პირსახოცი. დღეს წვალობ. ხვალ ხარო. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, დღეს ვივარჯიშებთ. წაგიყვანთ ჩემთან ერთად, გაჩვენებთ რას ვარჯიშობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ტკივა ზურგი, ტკივა კისერი და რო ვარჯიშობ, ვარ კარგად. ჩემი მიზანი არის ზუსტად რაღაცა სხეულის გაჯანსაღება, მაგრამ დღეს მოგიყვებით რატომ მიყვარს პილატესი და დღეს მიხვდებით რატომ ვარჯიშობ ნატალიასთან. უკვე 10 წელზე მეტია. როდის მოვედი პირველად შენთან? მე მგონი 2015 წელს. ძალიან დიდი ხანია და ბენდობი ამ ადამიანს და მგონია რომ საქართველოში არის საუკეთესო ინსტრუქტორი პილატესის. ნატალია, რატო ხდება ისე რომ თითქმის სულ ტკივა წელი და როცა ვარჯიშობ ეს ტკივილი სადღაც მიდის. აი მითხარი რა კავშირი აქვს აი ამ დისკომფორტებთან პილატეს რა და რა არის ეს ხერხემლის ჯადოქრობა ასეთი რომ ყველანაირ ტკივილს აშუშებს რა ეს პილატესი. პირველ რიგში დავიწყებდი იმით რომ ხერხემალი არის სასიცოცხლო ხე. ყველაფერი მანდ არის. მეორე არის რომ სუნთქვა. ანუ პილატესში იხსნება, ანუ როგორ სწორად ვისუნთქოთ. ჩვენ დროთა განმავლობაში რომ ვიღვიძებ, ან რამეს რომ ვაკეთებ, თან არის სულ მობილურში ვარ, სულ გზივარ, სულ საჭესთან ვარ. ძალიან ვიძაბებით. ასევე სტრესი, უცბად დაიძაბები, რაღაცა გაბრაზდები, ესეც. მხრები აგვეწევა, არასწორად სუნთქავს, ვიკავებ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ისახება იმაზე, რომ სხეულს სჭირდება, რომ გაიწელოს, სჭირდება, რომ რაღაცნაირად მოდუნდეს, უშველოთ თავი და ეს არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ 1 საათი ვივარჯიშოთ. შეიძლება გამოვნახოთ 5 წუთი დრო და 5 წუთით ისეთ მოძრაობებში გავაკეთოთ რაღაც მოძრაობები უმარტივესი, რომ ჩვენ კარგად ვიგრძნოთ თავი და დღეს ვაპირებთ, რომ ზუსტად აი ესეთი მოძრაობები გასწავლოთ, რასაც თქვენ თვითონ შეძლებთ, რომ გააკეთოთ. და თუ ამას მუდმივად გააკეთებთ, ბევრად კარგად იგრძნობთ თავს დამიჯერეთ, მათ შორის სახლის პირობებშიც. მოდი ეს ავუხსნათ კარგად, აი სახსრები რატომ უნდა გქონდეს სულ ტონუსში და მოძრაობა რატომ უნდა იყოს სულ პერმანენტული. ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ანუ ასაკთან ერთად ყველაფერი ილევა, ხო? არა მხოლოდ რომ ჭაღარა მოდის, ნაოჭიც მოდის, არამედ განლევა ხდება კუნთის, ასევე კალცი, ოსტეოპოროზი გვემართება, ანუ ძლოვანი სისტემა, აი გსმენიათ რომ ვინმემ დავარდა ასაკში და ეგრევე მოიტეხა ხელი, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე ხდება ფაქიზი და ჩვენ ამ ვარჯიშით, ამ მოძრაობით, ამ დატვირთვით, ოღონდ ისევ ვიმეორებ. ძალიან გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება, სწორად ივარჯიშოთ. ან მაგალითად ხართ დამწყები. არ არის აუცილებელი რომ თქვენ დაიწყოთ ძლიერად, დაიწყეთ მსუბუქად, აი თუნდაც 20 წუთით. ან სამჯერ კვირაში და ნელ-ნელა, აი როგორც პილატესი არის ძალიან ჰუმანური. რაც არ უნდა ახლა ჩვენ ვიტვირთებოდეთ, მაინც ძალიან არის ორიენტირებული ადამიანზე და ანუ სხვა ვარჯიში, რომელიც უფრო აქტიურია, მან უკვე ასე ვთქვათ, ითხოვს, რომ შენ იყო პანტერა რა, შენ იყო ყოჩაღი. მაგრამ თუ არა ხარ ყოჩაღი, ამაზეც არ უნდა დაიტვირთო. ანუ პილატესი აძლევს შანსს, რომ ყველა მივარჯიშოს. და ყველას არ აქვს ასეთი სხეული, რამდენი არის თიაქარი, რამდენი არის ტრაუმები, სუსტი მუხლები, სუსტი მენჯები, კისერი. გითხრათ ჩემი სუსტი წერტილი, ნატალიამ კი იცის, მაგრამ მე პრაქტიკულად არ მაქვს მენჯის კუნთები. აი ხო ამბობენ, რომ აი რო ეძახიან ქალურ ფორმებს რა, აი ვიღაცას აქვს ესეთი განიერი თეძო და მენჯი შესაბამისად, ნუ ვიღაცებს არ გვაქვს. და ნატალია ამბობს, რომ მენჯის ჯანმრთელობა არის საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე მთავარიო რა. ხოლო მეუბნები, რომ აქ გარამენაირად გამომიზარდე კუნთები თქო. რა თქმა უნდა, რაც ანატომიურად შენი მოცემულობა იმას ვერ შეცვლი, მაგრამ ნატალიას თუ მეუბნება, რომ
იმუშავე მენჯის კუნთები ავარჯიშე. დღეს გაჩვენებთ ამ ვარჯიშებსაც, იმიტომ რომ აი მენჯის მოტეხილობები ასაკში მე ძალიან ხშირია, ამიტომ ამისი პრევენცია თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ და დაიწყეთ დღეიდან. აღარ დაელოდოთ ორშაბათს. ხერხემალი, ზურგი, წელი, კისერი, მენჯები დავიწყეთ. არის ყველაზე ძირითადი და მთავარი პირველი შეცდომა დამწყებები, რასაც უშვებენ ვარჯიშის დროს. რომ არ სუნთქავენ, არასწორი სუნთქვა. იკავებენ. არა და ყველაზე რთულია სუნთქვა. შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან განიცდიან, ვაიმე არასწორად სუნთქავ, მე ვიტყოდი რომ თავარია ისუნთქოთ და არ იკავოთ სუნთქვა. ეს არის მთავარი. შესუნთქვა ცხვირით, ამოსუნთქვა პირით უმარტივესი და რომ ეცადოთ რომ ისუნთქოთ სწორად. ანუ არ ისუნთქოთ მხრებით, ხო? არამედ ისუნთქოთ მუცლით. შიგნით, მუცლით. რომ ვარჯიშის დროს არ იყო დაძაბული. რომ ვარჯიშის დროს იყო მაქსიმალურად კომფორტული, თუნდაც ვარჯიში, რა თქმა უნდა, არ არის კომფორტული. უნდა ცოტა გეტკინო, ცოტა იტანჯო, მაგრამ ელეგანტურად. ელეგანტურად რას ნიშნავს? რომ შენ თავს არ აზიანებ. ანუ მაგას უვიძახი, იტანჯე, მაგრამ არ დააზიანო შენი თავი. ანუ ნაზად. ნახეთ ნატალიას ფრთიანი ფრაზა. დღეს წვალობ, ხვალ ხარო. და ძალიან ამართლებს სხვათა შორის. უბრალოდ, როდის იქნება ეს ხვალ რომ იხარო, ეს უკვე ვეღარ გეტყვი. ვიტყოდი ჩემი საყვარელი ვარჯიშები თქო, მაგრამ მაინც საბაზისო არის. თავისებურად. რომ სწორად დავდგეთ. ხო. ანუ მუხლებში ყველანი მე გირჩევთ რომ ჩვენ ახლა ბოტასები გვაცვია რომ ფეხში შველად დადგეთ რომ იგრძნოთ ტერფი ძალიან მნიშვნელოვანი არის აწიეთ ჩაწიეთ აი ესე ფეხის თითები ქუსლები ცოტა მუხლებში მოდუნდით იგრძენით კომფორტულად და იგრძენით რომ თეძოები წონასწორობა მოძრაობს წინ და უკან ანუ თქვენ იაზრებთ რომ გაქვთ სხეული ასევე დადექით და ეს თეძოები ნახეთ დაიდეთ ხელები და ეს თეძოები წინ და უკან ეს თითქმის არაფერია, მაგრამ ძალიან ხშირად ალბათ ხედავთ, რომ თუნდაც აი ესეთი ვარჯიშები, რომ ეს თეძოები, აი ვისაც ტკივა წელი, შეგიძლიათ ყოველთვის დაიდოთ ხელი, ერთი ხელი მუცელზე, მეორე წელზე, რომ იგრძნოთ მოძრაობა. და იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს. აი მშობიარობის მერეც. აი ძალიან კარგია, ხო, იმიტომ რომ ეს ხო დატვირთულია ყველანაირად ხარ, ასე ვთქვათ, და ჩაგრულად. აი ესეთ ზემოთქვემოთ მეორე დავიწყოთ მხრებით. ზედა ნაწილი ხელები დაიდეთ ჩვეულებრივად და უბრალოდ გააკეთეთ წრე. ეცადეთ რომ მოადუნოთ კისერი და ეს მოძრაობები გააკეთეთ მარტივად. აი ესე. და მეორე მხარე. იცით რა მხელა განსხვავება აქვს? მოდუნებულ, აი რომ მეუბნებ რომ მოადუნე კისერი, რომ ვადუნებ კისერს, უფრო კარგია, ანუ უფრო სიამოვნებს. პატარა დეტალია, მაგრამ უკვე ის მოძრაობა სრულყოფილად სრულდება. პატარა დეტალებში არის ზუსტად ის, რომ მე დიდი რაღაცეები ხდება. ანუ პატარა კუნთები ეხმარება დიდ კუნთებს, რომ შენ გახდე ძლიერი. ეგ არის. შემდეგ. ხელები გაშალეთ, შეისუნთქეთ ბევრი ენერგია, ყოველთვის რაღაცა წარმოიდგინეთ და ამოისუნთქეთ დაღლილობა. ისევ შეისუნთქეთ ბევრი ენერგია. და ამოისუნთქეთ დაღლილობა და აი ამით დაიწყოთ ყოველი დღე. შეისუნთქეთ ბედნიერება და ამოისუნთქეთ ბრაზი და ბოღმა. თან რაც გაწუხებთ. შეისუნთქეთ ბევრი ჯანმრთელობა და ამოისუნთქეთ გაუშვით ავადმყოფობა. შვენიერი. შემდეგი ვარჯიში, რაზეც გიждდები, ეს არის ენერგიის შეძენა, იმიტომ რომ ენერგია ყველას გჭირდება. ხელები აი ესე მაიმუნივით, თავისუფლად წინ და უკან და ესე აწიე და ჩაწიე. აწიე და ჩაწიე. ამოისუნთქე, შეისუნთქე. ამოისუნთქე, შეისუნთქე. შესუნთქვა, ამოსუნთქვა. კარგია. ეხლა გააკეთეთ მარტო მარჯვენა შეხედე 1 და 2. ანუ ცვალეთ. ნახეთ რა მარტივია, უმარტივესი. ამოისუნთქე. ესეც გაიმეორეთ, თუნდაც სარკის წინ, ანუ ყურებთ ახლა. ყველას შეგიძლიათ აი ეს გააკეთოთ. ძალიან და ვერ წარმოგიდგენიათ რა ხელა შედეგზე გახვალთ. და ელეგანტურად გაუშვით ხელები თავისუფლად და ეხლა ნახეთ. აი ესე ხელები დაიდეთ ფეხებზე და ესე დაამრგვალეთ ზურგი.
აქ შეიძლება პატარა დისკომფორტი იგრძნოთ, მაგიტომ გააკეთეთ ოდნავ. თუ შეგიძლიათ უფრო ქვემოთ ჩახვიდეთ, კი ბატონო. თუ არ შეგიძლიათ, ოდნავ აი ესე მოიხარეთ, მოხრა გამოგდით ყველას. ეს თეძოები, კი. ანუ ნახეთ, ჩავჯდე ხო? არა, თავისუფლად და ეს თეძოები ოდნავ წამოიღეთ წინ. აი ნახე რა განსხვავებაა? აი ცოტა ოდნავ წინ. ხედავ? ესე გაჩერდი, მოდუნდი და ახლა ნახეთ. მარჯვენა მარცხენა აი ესე ზემოთ ქვემოთ ჩამოწიე ამოწიე და თქვენ ახლა ადუნებთ თქვენ მხრებს. აუცილებლად ეცადეთ რომ იდაყ იყოს მოდუნებული, კისერიც მოადუნეთ და აი ესე აცეკვეთ თქვენ მხრებს. და ელეგანტურად, ესეც უმარტივესია და ზემოთ ამოვდივართ. ყოჩახ. კარგი იყო, ხო? და ახლა ხელები წინ და იგივე აი ესე გააკეთეთ მოძრაობა მხრებით, ნახეთ? და თეძოები აუცილებლად დააფიქსირეთ, მაგიტომ ცოტა მუხლები მოადუნეთ და თითქმის იგრძენით, რომ თქვენი ტერფი იყოფა სამ ნაწილად. გაქვთ ფეხის თითები, გაქვთ შუაგული და გაქვთ ქუსლი. ეცადეთ რომ თანაბრად იყოს წონასწორობა გადანაწილებული და ცოტა მოადუნეთ მუხლები. და იგრძენით რომ უკანა კუნთები მეტად ჩაირთო ვიდრე წინა კუნთები, ანუ არ დააწვეთ მუხლს და იგრძენით უკანა ფეხის ენერგია. და თეძოები ნახეთ, ცოტა უკან არის. ანუ იგრძენით რომ წელი თეძო ნეუტრალში ჩასვათ. ეს რა თქმა უნდა დასაწყისში საკმაოდ რთული არის. ანუ აი ესე არ უნდა ვიყო, უნდა ვიყო ეს ბევრი ადამიანი დადის უკან. და ჩვენ ანუ შენ რო დადიხარ უკან, შენ ხარ მძიმე. შენ რომ ცოტა წინ წამოხვალ, შენ მსუბუქთები. ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მარტივად მივიღოთ ბევრი. ანუ არ მოვიფხანოთ ყური ასე, არამედ ასე. ანუ მარტივად, მაგრამ ამასაც რა თქმა უნდა ცოდნა უნდა და პრაქტიკა. რა თქმა უნდა. კაი, გავაგრძელეთ. так, გავაგრძელოთ. ეს ხო იყო? აი ესე ხო გააკეთე და გაგიშდი. ხერხემალიც ჩაირთო. აი ჩაირთო, ხო? და ახლა ნელ-ნელა შეგიძლიათ თეძოებით აი ესე ამოისუნთქე, შეისუნთქე, შვენიერი. ახლა გავუშვი ხელები უკან და ახლა გავაკეთოთ დაჭიმვა ბეჭების გახსნა და ამოისუნთქე. ახლა რა თქმა უნდა, სახში ყველას ნატალია არ ყავთ, აი ესე რომ მოგჭიმოთ და აი ესე აწიოთ, მაგრამ ეს ვარჯიში არის ერთ-ერთი ფავორიტული ვარჯიში, იმიტომ რომ დამიჯერეთ ძალიან ბევრ. ის არის მოვადუნო? მოადუნე აუცილებლად, ძალიან ბევრს აწუხებს ბეჭები. დაძაბულობა, კისერი, ყველაფერი აქ არის, ტვირთი, დარდი, სტრესი და ისა, შფოთი. შფოთი. არასწორი სუნთქვა, მუხლები მოადუნე გვანს. აი ესე ტაკოები ოდნავ წინ, აი ესე დაამრგვალე. ნახე როგორ მოდუნდა ეგრევე. და აი ესე აწიეთ და ჩაწიეთ. ხა შენ თვითონ გააკეთე. ყოჩახ, ხო სასიამოვნოა. ძალიან. და ახლა გავაკეთოთ რა? სადამდე შეგიძლია, წამოდი წინ. გაჩერდი. უკან ქუსლა უნდა მქონდეს. კი, წონასწორობა დააწექი ქუსლებს და მუხლები მოხარე. და თუ არ გაწუხებთ ვერტიგო, ანუ ესე ძალიან თავბრუსხვევა, ძალიან ხშირია დღევანდელი დღით. აი ესე ამოისუნთქე და ქვემოთ ცოტა ხანი გაჩერდით. რა თქმა უნდა, ეს უკვე იმათთვის არის, ვინც ორსულად არ არის, არ აწუხებს თავბრუსხვევები და ასე შემდეგ, კარგით? და ახლა ქვემოთ ჩაწიე ხელები, თავი დატოვე და ხელები აწიე. ნახე რა სასიამოვნო არის. ამოისუნთქე და შეისუნთქე მშვენიერი და ხელები ჩაწიე დაბლა და ისევ დამრგვალებულად ყოველთვის დამრგვალებულად ელეგანტურად ამოდი ზემოთ ხელები ჩაწიე და თეძოები და ზემოთ ამოდი და ბედნიერი სახით დაისვენე. დამცხა. ეგრევე დაგცხა. ეგრევე მოვიდა ენერგია და ამოძრავდა ენერგია. შემდეგი ვარჯიში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს შეიძლება გააკეთოთ სკამზე, სკამი არა გვაქვს, დაჭერ. ეს არის გაღვიძება გვერდითა კუნთები. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის სკამი. სკამი ოჯახში ყველას გაქვთ, იმედი მაქვს.
აი ესე დაჯდებით სკამზე, თუ გაქვთ დიდი ბურთი, ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი. Так, ესე დაიდეთ და ნახეთ, ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კუნთების რომ ავამუშაოთ. ეცადეთ რომ დააფიქსიროთ თეძოები, დააფიქსიროთ მუხლები, წონასწორობა გადაანაწილოთ ასევე ტერფებზე, ხო სასიამოვნოა. ძალიან, ესე იგი გვერდით აკუნთები მიმუშავებს, ზურგი, ხელი, მხარი, შვენიერი და ეხლა და რა მარტივია ერთი შეხედვით რომ გააკეთო. აი ესე, აიღე ხელი. აი ესე დამაწექი, აი ესე ხერხემალი მიადე და ეხლა შეხედეთ რა ძალა აქვს პრეს. ქვედა პრესი თუ გიქნებათ გათიშული, თქვენ დაცული არ გაქვთ წელი. ანუ ჩვენ უნდა ჭიფის ქვემოთ მუცელი გავააქტიუროთ. მაგიტომ ეცადეთ რომ სულ არ იყოთ ანუ გატეხილში. პირიქით ნეუტრალში ჩასვათ თეძო. ანუ ამ თეძოს აქვს ძალიან დიდი ძალა. так, მოდი. აბა. აი ესე. აი შეხედე, წამოდი ცოტა ჩემსკენ. უკან? არა, უკან, აი ესე წელით წამოდი უკან და ეხლა გრძნობ რომ ჩაირთო პრესი. კი, ეხლა ჩაირთო. ხედავ? აი მარტივესი მოქმედებაა და უკვე პრესი ჩაირთო. ესე არის ჩვეულებრივად ხარ? უმრავლესობა ესე პრესი უკვე ვერ ხდება, მაგრამ უმრავლესობა ზის გადაჭიმული. მაგიტომაც ტკივათ რა. აი როცა რამეს კომპიუტერთან ზიხარ, მეცადინეობ, ან რაღაცა ბავშვებიც, რამდენი ის არის, ყველა აი ეს ნეკნები, აი ესე შევწიოთ, ესე ცალკე ის. ძალიან მარტივი და ეხლა წამოდი გვერდზე. ამოისუნთქე, შეისუნთქე და ეცადეთ რომ მოძრაობა მიმდინარეობს აი ესე ნეკნებით, ამოისუნთქე, შეისუნთქე, კარგია და შეგიძლია ხელიც აწიო. ამოისუნთქე, აწიე ხელი და ჩაწიე ხელი. და გვერდზე ამოისუნთქე, დააფიქსირებთ, სკამზე რომ ზიხართ, დაფიქსირებული გაქვთ თეძო, მაგიტომ მოძრაობა მარტივია. მერე არის ადამიანები, ვისაც აწუხებს ხრის ხელის აწევა. შეგიძლიათ ნახეთ მარტივად, ხელი დაიდე მხარზე. აი ეს შვენიერი. და ესე გააკეთე მოძრაობა. აბა როგორია? და ეხლა თუ გინდათ რომ იგრძნოთ რა არის ბედნიერება? აბა რა არის ბედნიერება? აი ესე, წამოდით გვერდზე და ეხლა ეს ხელი, იდაყვი ცოტა ამოწიე, წამოიღე მუხლისკენ. აი ეს. ვაიმე რა კარგია. მოადუნე კისერი და ისევ იდაყვი, ამოწიე, ოღონდ მოძრაობა არ აკეთებთ, იდაყვით, მოძრაობა ეცადეთ. აი ამით ხო? ნეკნებით, ბეჭით, გვერდით, აი ესე გვერდზე და მერე შენ გასწორდი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, მოდი გვანს. ისევ წელი, შვიდად, ჩართე ქვედა პრესი, წამოდი გვერდზე, ჯერ გვერდულად, ჯერ გვერდულად და მერე წამოდი მუხლისკენ, ამოისუნთქე, კარგია, მშვენიერი. ზემოთ ამოდი, მკერდი ამოწიე, შვენიერი და ზემოთ ადი. უმარტივესი. ამით შეგიძლიათ საკმაოდ ითხოვს ძალის ხმას, ანუ ეს არ არის უბრალოდ გადავიხარე, გადმოვიხარე. თუ კარგად დაფიქრდებით, ყველა კუნთი მუშაობს. მე უკვე ცხოვრებაშიც გადაგავს. მანქანაში საჭესთან აღარ ზიხარ ტრაქტორისტივით ესა. აი ეს მოტოციკლი, აი ესე რა არის. აი დააკვირდით როგორ ჭრით სამზარეულოში დანით. აი ესე ძირითადად ვხედავ, აი ესე. გუზიანით ხასავით. ანუ ნახეთ, აი ესე მხარი უნდა ჩაწიო. ანუ მარტივად, ელეგანტურად. ანუ ცხოვრებაში, ანუ რაღაცას რო, აი სარეცხი. რამდენი არის რო ესე გააკეთებ, მე და ვეღარ ადგება. ანუ სწორი მოძრაობები, ბავშვის აწევა, ჩაწევა არ არის მარტივი, ხო? ეს ბავშვი მოძრაობს. 10 კილო მაინც არის. არ არის ხო პატარა წონა. მაინც უნდა იცოდე როგორ აწიო, როგორ მოკლედ შეძგება რომ იყო ყოჩაღი, აუცილებლად ეს არ არის რომ ის არის რომ ლამაზად იყო სურათში. ეს მოყვება საჩუქრად. ნამდვილად. აი ზუსტად. აი ეს არის, აი ეს გარეგნობა. ეგ არის ჩემი мотиваცია. ხო, ანუ ის არის, ანუ ლამაზად რო იყო, თავარია შენ თვითონ იგრძნო კარგად თავი. და მე ნატალია ამბობს, რომ ვარჯიში არისო, სხეულის მაკიაჟიო. კი. ნამდვილად. ბონუსად მოყვებაო. ბონუსად მოყვება.
რომ კარგად გამოიყურებით. ეს ხო ბედნიერება იყო ლატერალური კუნთები. ეხლა შეხედეთ, სგამი კედელი სახშიც გვაქვს. ასევე, აი ესე დადეთ, კედელია, მოდი საწოლია, მაგიდა, უცბად. წამოდი უკან. აი ესე დადეთ ხელებით, კი ბატონო და ესე ფეხი და ზემოთ აწია. უბრალოდ აი ახლა რომ უყურებთ, ეხლავე სცადეთ და როგორ გესიამოვნებათ, დამიწერეთ მერე კომენტარებში. აი მართლა. თავარი არის ისევ, არ იყოთ დაძაბული. მუხლები მოხარეთ და იგრძენით. აი ესე. შეგიძლიათ ნახეთ, ეს არ არის რაღაცა დასჯის მომენტი, უნდა ვივარჯიშო, ქულები დავიწერო მეზობელთან. ეს თქვენ თავს უკეთებს საჩუქარს. ოკეი? კარგია. და ეხლა ამ მოძრაობით რას ვაკეთებ? აი ამ მოძრაობით შენ აყენებ, ადუნებ, ამზადებ სხეულს, რომ შენ ამ სხეულს მოსთხოვო რამე დატვირთვა, მოსთხოვო რაღაცა რომ გააკეთოს შენთვის. სხეული არის შენი სახლი და ამ სახლში ცხოვრობ და მაგიტომ აუცილებლად უნდა მიხედოთ თქვენი თავი, თქვენ თვითონ. და ეხლა ხერხემალი მეწელება კარგად. აი ზუსტად და ეხლა ნახე გვანს, ზემოთ ამოდი დამრგვალებულად. საჯდომი წინ, წონასწორობა გადმოიტანე ფეხის თითებზე და ისევ წამოდი უკან, საჯდომით წადი, თეძოთი უკან წადი და ფეხები მოხარე. ნახეთ რა მარტივია. ისევ მოძრაობა გააკეთეთ თეძოიდან. თუ როგორ არის? თეძოდან. ამოდი და ესე ნახე, აი ესე ზემოთ ხერხემალი და წამოდი წინ თეძოთი და ეხლა წამოდი თეძოთ უკან. თეძოთ უკან. და ფეხი მოხარე. ნახეთ რა მარტივია, ხო უმარტივესი არის და გააკეთეთ იქამდე, სადამდე ხართ ბედნიერი. ანუ როცა უკვე გრძნობთ, რომ შეიძლება მაგ დროს უკვე გაჩერდით. არ არის აუცილებელი პირველ დღეს იყოთ პანტერა. შენ ხარ გედი, მერე ხდები პანტერა და იმახსოვრეთ, გედი, მერე პანტერა. ცხოვრება პანტერების არის, ხო იცი? ჯუნგლებში ვცხოვრობთ. გაიღვიძა ორგანიზმმა და სხეულმა. უმარტივესი არის ხლა, უმაგრესი წელის ვარჯიში, შეგიძლიათ სამზარეულოში, იხარშება კვერცხი, მაკარონი, რა უნდა აკეთო 10 წუთი, ხო? რა მართლა რა. აი რა უნდა აკეთო? უნდა დაჯდე და სკროლო. ამის მაგივრად კისერი გეტკინება, მოიხრები, მუცელი ამოგივარდება და რაღაცას შეჭამ. ამის მაგივრად? ამის მაგივრად და ხელები მუხლებში გვანს, ცოტა ქვემოთ. საჯდომი წამოიღე უკან, წონასწორობა ცოტა ქუსლებზე. ცოტა წელი ამოწიეთ ოდნავ. ნეკნები და ეხლა გააკეთეთ მოძრაობა ზემოთ ქვემოთ დაფიქსირებული თეძოებით. შესუნთქვა, ამოსუნთქვა აწევის დროს, მოძრაობა მიდის შორს. ეცადეთ რომ ხერხემალი ნელ-ნელა გაასწოროთ და იმოძრაოთ ზემოთ ქვემოთ დაფიქსირდა თქვენი თეძო და თქვენ მოძრაობთ და ხელები დაჭიმე და შორს წადი და უკვე ეცადეთ როგორც კი მეც გააკეთებთ 10-ზე მეც 20 მაინც გააკეთეთ არ არის მარტივი მეგობრებო ჩართოთ ქვედა პრესი და ამას რო გააკეთებ იგრძნობთ რომ იმუშავა შეგიძლიათ გააკეთოთ გაჩერებაზე მაღაზიაში ბოლო და ელეგანტურად დაისვენე მშვენიერი მე უცბად დაგეჭიმა წელი, ხო? დაგეჭიმა წელი, რას ვაკეთებ წელი? კედელი და ისევ იგივე გავაკეთოთ, წინ და უკან. ისევ ამოისუნთქე, შეისუნთქე და უკვე ჩაგიჩდებათ გონებაში, დამეჭიმა, რა უნდა გავაკეთო? მოვადუნო, გავწელო, ზუსტად. ანუ ადამიანი ვერც კი ხვდება რა უნდა გააკეთოს, როცა რამეს ტკივა და მე ვარ ძალიან საწინააღმდეგო, რომ შენ რამე აბი გამაყუჩებელი გადაყლაპო. ანუ ერთადერთი გეტკინება კუჭი. ანუ აუცილებლად მოძრაობით უშველეთ თქვენი თავი, მაგრამ ისევ ვიმეორებ სწორი მოძრაობით. სწორი. ნატალია. ამ შტერული სკროლვისგან ყველას ვტკივა კისერი. მართლა გეუბნები. აი რა ვქნათ? მე ხარ რაც უკვე განვაახლე ვარჯიში, გამიარა აბსოლუტურად ამან, იმიტომ რომ აქ დავდივარ და არა, აღარ ვტკივა, მართლა აღარ ვტკივა. რატო იცი? კისრის ვარჯიშები არა გვაქვს, გვაქვს ბეჭების ვარჯიშები. ხო? ანუ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბეჭები. ანუ ზუსტად რაც გავაკეთეთ დასაწყისში. აი ესეთი ნახეთ,
აი ესე შეგიძლიათ ისევ სკამი, ნახე, სკამზე დაჯექი, უცბად, კისერი მეტკი რა, კომპიუტერთან ვიჯექი, დავიძაბე. ისე რაც სუსტი კისერი მაქვს, ხო, ანატომიურად. გავქნათ, სოქს წელი აქვს, სოქს კისერი. ხელები დაიდეთ მუხლებზე და ესე ირაყვი მოხარეთ და დაამრგვალეთ მხრები ყოჩახ. და ისევ ამოწიეთ, აი ესე ზემოთ ამოდი. აბა როგორია? ამოისუნთქე და ანუ კისერი უნდა ჩამოვკიდო? უნდა ჩამოგიდო. ოღონდ ისე კი არა, რომ ძალით მოტეხო. უბრალოდ მოადვიმო და ზემოთ ქვემოთ, ანუ დაიწყე მოძრაობა ამით, ანუ გულმკერდით, წინ და უკან. ამას ხომ იზამ, მერე ნიკაპი ელეგანტურად ჩაწიე და გააკეთე მხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ. ნახეთ? ამას ხია არა. არა, აი ესე დადეთ და ესე მარჯვნივ და მარცხნივ, არა. შვენიერ. ეხლა თავი გაასწორეთ და უბრალოდ მარჯვნივ და მარცხნივ, აი ესე ყური წამოიხეთ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ისევ ვიმეორებ ნაზად. იმიტომ რომ ეს მაგრად იჭიმება და ძალიან რო გადაწია, უფრო გეტკინება. არ გინდათ. უნაზესად ყველაფერი გააკეთეთ, აი ოდნავ. მარჯვნივ და მარცხნივ. ეგრევე კისერს არ ეცეთ. ნაზად, შვიდა. ანუ ყველაფერი დაიწყეთ აი ამით, ნახეთ მხრები. შეხედეთ კისერი დაგეძაბათ, ანუ კისერი რასაც კიდევ ხედავ და გული მისკდება. კისრის გახურება, ვის გაუგონია? მართლა? ანუ შეხედეთ უკან, აი ესე რო ატრიალებ, რომ თითქმის თავი უნდა მოიძრო, აი ვინ მოიგონა? არ შეიძლება ეგ? არაფრით, ანუ ეს არაფრით არ შეიძლება. ამაგაზე კატეგორიულად, ანუ ჯობია წახვიდე და ფანჯრიდან გადახდე, არ ვიცი, ნუ აი ანუ უფრო გადარჩები, ვიდრე აი კისერი, ხო? იმიტომ რომ ძალიან საშიში მოძრაობა არის. მაგიტომ კისერს ვაკეთებთ ელეგანტურად. ეგეც კი დღევანდელი დღით იმდენად დასუსტებულია ამ მობილურებისგან ეს ჩვენი კისერი. ხო. მართლა ეგრეა, რომ აი ამასაც ადრე რო იყო არანაირად. არ ვეხები. ეს მოძრაობა აღარ გვინდა. იცი რა არის? ეს მერე შეგიძლია, როცა უკვე პანტერა იქნები რა. ანუ ჯერ სანამ ჩაინიკი ხარ? ხო, რაღაცა ნაზი გედი, საწყალი გედი, მეცახი. ანუ შეხედე, მხრებით გააკეთე. აი ესე გააკეთე. ნახე მარჯვენა, მარცხენა. ნახე? აუ, ეხა კისერზე რომ ამბობდი, იცი რა გამახსენა? გატკაცუნებაზე რას ვფიქრობ? არა. ტკაპ რაღაცა. მე არ ვარ, დიდად არა ვარ ამის ფანი, არა ვარ ამის მომხრე, იმიტომ რომ ამ დატკაცუნებაში შეიძლება სხვანაირად დატკაცუნდეს. ანუ არ არის რა, ანუ სხეული თვითონ წკაპ გააკეთებს, როდესაც შენ ივარჯიშებ და მე რაღაცნაირად აბა მოეხსენი და უცბად რო ხდა რაღაცები. ეს უკვე თვითონ გპასუხობს. ანუ ძალით არ უნდა გავაკეთო. ძალით არ უნდა. ანუ მე რომ ასწავლე ამებს რო შვებოდნენ, გახსოვს? და ზურგში რომ მეორე ადამიანი ესე ფერხავდა. მე რომ ასწავლიდნენ, მეუბნებოდნენ რომ არ იძალადო. აჰიმსა, ეგეთი სიტყვა არის, არ იძალადო. დატვირთე, მოსთხოვე, დისკომფორტში შედი, მაგრამ არ იძალადო რა. ხო, ძალით არ. ანუ ძალით, იმიტომ რომ ეს საუკუნე არის ისედაც მოულოდნელი საუკუნე. ისეთები ხდება, რომ ჩვენ ვართ სტრესში. არიცი რა წამს რა დაგემართება მართლა. ხო და ეგრე არის და ეს სხეული პასუხობს. და კიდევ რაღაცა მოდით. ხალი ჩახო გაქვცახში, გექნებათ რამე საბანი ან საწოლზე. საწოლზე დაჯერ. აი ესე დადეთ ხელები, ნახე და აი ესე იმოძრავე. მე მგონი ამ მოძრაობას ყველას შეუძლია, ვისაც გაწუხებთ მუხლების ქვეშ დაიდეთ ბალიში. ხო, მე მაწუხებს და მე ესე ორ მაგატკეცავ ხოლმე, როცა მუხლზე რამე უნდა გავაკეთო. კი ბატონო. და თქვენ რაღაცა სირბილე დაიდებთ, თუ თქვა ესეთი მათი არ გაქვთ. და ესე წინ და უკან და ალბათ თქვი როგორია. ხო, სასიამოვნოა. ეს ძალიან სასიამოვნოა. სასიამოვნო. მე შეგიძლიათ ნახეთ, შუა თითი იყურება წინ აუცილებლად, ძალიან ბევრს გაქვთ თითები გადასული გვერდულად. არა, ესე. ძალიან ბევრს აწუხებს ქრონიკული მაჯის ტკივილი. თქვენი აზრით რატომ? ყველაფერს აკეთებთ მაჯით და იდაყვით და ეს სახსარი არ არის დაბადებული შრომისთვის, არის დაბადებული რომ გაიკეთო
არის დაბადებული რომ გაიკეთო სამაჯური. და ლამაზი ბეჭედი არა ხო? და არა რომ იტანჯო. გაიგეთ? ამ პლანკაში რატომ აყენებ ხოლმე? რომ ბეჭები, გოგო, რომ იყო ცლიანად ძლიერი, გამძლე. ჩემი მაჯებით ძალიან სუსტია და ეგრეთ წოდებულ პლანკაში დიდი ხანი ვერ ვდგები, ამიტომ ესე მირჩევნია. კი ბატონო, აი ეს არის ყველაფერი ამის ვარჯიში, რომ ყველაფერი შეიძლება გააძლიერო. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ხდება დროთა განმავლობაში. შემდეგი, ნახე პირსახოცი. ხო გაქვთ? ან რამე, თუ გაქვთ ჟგუტი, ხო კარგი. ნუ პირსახოცი ძალიან კარგი არის, სხვათა შორის პილატესი, მე რომ ასწავლიდნენ პილატეს პრაღაში. ჩვენ მქონდა პირსახოცის ტექნიკით, ანუ პირსახოცით ერთ-ერთი მიმდებარე სკოლა მუშაობს პირსახოცით. კი ბატონო, და პირსახოცის პილატესი ეგრე ქვია. ანუ და ამ პირსახოცით, აი ესე შეხედეთ, პირსახოცი გაქვთ და თითები არის. ანუ ზემოთ ქვემოთ აწიეთ, ჩაწიეთ, თავისუფლად როგორია? ბოზა შეგიძლიათ დამჯდარის გამზე, ანუ შეგიძლიათ დაჯდე, შეგიძლია დაკოზე დაჯდე, შეგიძლია ფეხები გაშალო, შეგიძლია დაწვე ზემოთ ქვემოთ. ანუ რა პოზა მოგეწონება, იმ პოზაში გააკეთეთ ეს მოძრაობა. თავარი არის რომ ისევ შეხედე, თავარი არის თქვენი ნეკნები, თქვენი შუა ხერხემალი დააფიქსირეთ, ანუ ეცადეთ, რომ ანუ აქ არ იყოთ ჩატეხილი. ანუ მარტივად რომ თქვათ თეძოები ნეუტრალში ჩასვით. და მოდით ზემოთ ქვემოთ აწიე ჩაწიე. ელეგანტურად. როგორია? ხო სასიამოვნოა? ძალიან. აი ესე. მაგრამ აი არ უნდა მოიქნიო. არ უნდა მოიქნიო. უნდა როგორც კი მოიქნავთ, ეგრევე დაგეჭიმებათ. ხო, ანუ შეხედეთ, ეხლა წინ და ეხლა თითების ვარჯიში. გასაღები რომ უვარდებათ ასაკში ხელიდან, ნიფთები, ეს მოტორიკა ეგეც არის. შეხედეთ პირსახოცით და აი ესე ნახეთ, ცერათითი დავიჭიროთ და ეხლა ესეთი ვარჯიშს ვაკეთებინებდნენ თითები. ი 1 2 3 4 რა უნდა ამას. კვერცხი იხარშება, შენ იღებ პირსახოცს. შენ გიჭირავს სამზარეულო სტილო. აბა, ზუსტად. მაინც უხელში გიჭირავს და ბარემ აიღე და გააკეთე ეს მოძრაობა. ზუსტად და მე ნახეთ, მე გამწარდები. კვერცხი არ მოიხარშა ისე როგორც შენ გინდოდა. გაშალე. გაშალე მე. აი ესე. კვერცხი ვერ გაბცქვენი, იმიტომ რომ ბავშვი მოიტანა ცუდი ნიშანი. ვიდრე ბავშვი გაგლიჯე პირსახოცი. არ ვიცი, მილიონი რაღაცა წარმოიდგინეთ. შეგიძლია ხელები ცოტა ჩაწიო. ვიღაცა გაგამწარა და შენ გამოიყენე სიმწარე პირსახოცის გახევაში. ანუ ერთი რაღაც მინდა ვთქვა. აი, ხო გქონიათ რომ მე ხო გამხდარი ვარ და ბევრს გინდათ რომ თქვენიც გამხდრები იყოთ, მაგრამ სინამდვილეში სიგამხდრესა და სიმსუქნეში ხო არ არის საკითხი. ნამდვილად. იგივენაირად მაქვს აი ეს ჩამოკიდებული 48 კილომეს, როგორც თქვენ აი ხარ სიხართ და მიყურებთ. ხო და ეს ვარჯიშები, აი ქალებს ძალიან აწუხებთ აი ეს ადგილი. მომწე ხა ვერ ეს ადგილი ხელის, ასე ვთქვათ, ტონუსში მოყვანა არის დამოკიდებული თქვენ ბეჭზე და თქვენ გვერდითა კუნძზე. ანუ აი ეს ნაწილი შეხედეთ ზემოთ ქვემოთ, ეს ერთი და მეორე უკან. აი ესე უკან. ანუ სწორად რომ იმუშაოს, ანუ დავიჭირო. კი. აი შეხედეთ პირსახოცი. არ გჭირდებათ განტელი. აი ესე გაშალე. უკანაც ეს მოძრაობა გავაკეთოთ. გააკეთეთ. ძალიან კარგია და გრძნობ. ზუსტად ეგ ადგილი იჭიმება. აი რაც ჩამოკიდებული გვაქვს და თან მოადუნე მაჯები. მოადუნე. და ზემოთ ოდნავ ამოწიეთ. ისევ წელი ჩატეხილი აღარ გვინდა და ეხლა დაიწყეთ გამწარებულად. დავიდა. ძალიან მაგრამ კარგია. ყოჩახ. და მოადუნე, გიძლიერდებათ კისერი, გიძლიერდებათ ხელები და ლამაზათაც იქნებით. მარტივი და გენიალური. აჰა. პირსახოცი. კარგია, გისურვებთ ამ წელს.
რომ თქვენ თავზე იზრუნოთ, ყველა სქესი არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი ხარ, დიდი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ცოტა გამსუბუქდით, გახალისდით და გაიღიმეთ, საკუთარ თავს გაუღიმეთ. ანუ ივარჯიშეთ და პილატესი არის ის ვარჯიში, რომელმაც გაძლევთ საშუალებას, რომ სწორი ნაბიჯით წამოხვიდეთ ამ წელს და ნუედრებით სხვას. პილატესი არის პილატესი, სხვა ვარჯიში არის კიდევ უფრო უკეთესი. ყველა ვარჯიში კარგია. აუ, ძალიან კარგი არის. მე პირადად ვგიჟდები კარდიოზე, ვგიჟდები სირბილზე, მაგრამ პილატესი რო არ ყოფილიყო, ჩემთვის ეს 10 კილომეტრი არ იქნებოდა მარტივი. ასე რომ მე ელეგანტურად დავრბივარ და პილატეს ვუძღვნი ყოველდღე უდიდეს მადლობას, რომ კარგად გრძნობ თავს და მეც გისურვებთ იგივეს. მე შენ გიწყვნი მადლობას. მადლობა. აი გულწრფელად ვამბობ, რომ მე რო ვარჯიშობ, არის ნატალიას დამსახურება, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს ვინ გაძლევს ამ мотиваციას და ვინ გაყენებს სწორ გზაზე რა და როგორც თქვი უკვე 2015 წელს მივედი პირველად ნატალიასთან და ისევ ყველგან მეწებები სადაც არ მიდის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ფიზიკური აქტივობა და მცხეთიდან საბურთალოზე დავდივარ ყოველ მეორე დღეს რომ ვივარჯიშო. ამ ხელასაცობში ვდგავარ ხვდებით? ამიტომ მთავარი არის მონდომება და მთავარი არის მოძრაობა. მოგჭით. ლაპაფილები ხარ? ეს სადისტია ოღონდ. ეს მგონიათ ესეთი მხიარულია სულ? იცის იმის უკან იმალება პანტერა, ნამდვილი პანტერა. ელეგანტი. ხანდახან არის მოვა და დაკპორჭყის, რომ მაგრამ მე მოგეფერებ. მე მოგეფერება.